ბაღი ის მშვენიერი ადგილია, რომელიც ადამიანში შემოქმედების წყურვილსა და მუზას აღვიძებს. მაგრამ საინტერესოა, რას გვიამბობენ ბაღები ჩვენს კულტურაზე. მე-17 საუკუნის ევროპაში თუ გრანდიოზულ დიზაინსა და ამბიციებზე მიდგება საქმე, ფრანგებს ვერავინ შეედრება. მე მოვივილი ბაღს, რომელიც ვერსალის ესკიზად აიღეს. ეგორი კი ჩინეთში ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ბაღის საიდუმლოს ამოხსნა შეეცდება. ეს ხის ჩარჩო ყინვით მოჭიქული მინის სიმბოლოა, რომელიც ზამთარში ფანჯარაზე იხატება. მოგესალმებით, დღევანდელ გადაცემაში ჩვენ გავარკვევთ თუ რა აკავშირებს ჩინეთსა და ევროპას ერთმანეთთან. სიმეტრია, სიზუსტე, ბუნების სრული კონტროლი. ფრანგულ ბაღს არაფერი შეედრება. თუმცა პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ვოლე-ვიკონტი მართლაც განსაკუთრებულია. იმიტომ რომ ეს ბაღი ფრანგული ბაღის პროექტირების ფუძემდებლის, ანდრე ლენოტრის პირველი ნამუშევარია. უფრო მეტი რომ გავიგო, გავესაუბრები ალექსანდრს, შატოს ერთ-ერთ თანამფლობელს. რისი მიღწევა სურდა ანდრე ლენოტს ამ ბაღის დიზაინით? ლენოტრი ვოლე-ვიკონტში ჩამოვიდა და ეს იყო მისი პირველი კერძო შეკვეთა. გაეშენებინა ბაღი ცარიელ ადგილზე. ეს მისი ოცნება იყო. ვოლე-ვიკონტში მან ჩააქსოვა საკუთარი გენია და ექსპერტული ცოდნა, რათა შეექმნა ფრანგული ბაღის გრამატიკა. 1656 წელს ვოლე-ვიკონტი საფრანგეთის ზღაპრულად მდიდარ და ძალიან ამბიციურ ფინანსთა მინისტრ ნიკოლა ფუკეს ეკუთვნოდა. ნიკოლა ფუკემ იმ დროისათვის სამი საუკეთესო ხელოვანი მოიწვია: ლევო არქიტექტორად, ლებრენი მხატვრად და ლენოტრე ბაღის გასაშენებლად. და მისი გენიალობა იმაში გამოიხატა, რომ უთხრა სამივეს. გააკეთეთ რაც გსურთ, მაგრამ ორი პირობით. იოცნებეთ ძალიან გაბედულად და რევოლუციურად. თან ითანამშრომლეთ ერთმანეთთან. შეუზღუდავი დაფინანსების წყალობით გაკეთდა დიდებული ცენტრალური ღერძი, რომელიც შატოდან ჰორიზონტამდე გრძელდება. თუმცა რა განსაზღვრავს ფრანგულად გაშენებულ ბაღს? ჩემი აზრით ეს არის სახლისა და ბაღის, როგორც ერთიანი სივრცის განვითარება. ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია. რისი თვალსაჩინო ნიმუშიც არის ვოლე-ვიკონტი. 1661 წელს ფუკემ დიდი წვეულება გადაიხადა სამუშაოების დასრულების აღსანიშნავად. მეფე ლუი მე-14 6000 კაციანი სტუმრების სიაში პირველი ეწერა. თუმცა რამდენიმე კვირაში ფუკე დააპატიმრეს. რამდენად იყო სახლი და ბაღი ძლიერების სიმბოლო და ერთგვარი პროვოკაცია მეფისთვის. ნიკოლა ფუკე სამეფოში ყველაზე გავლენიანი კაცი იყო 17 აგვისტოს საღამოს და ვოლე-ვიკონტის საშუალებით მთელ საფრანგეთს აჩვენა თავისი გემოვნება, ძალაუფლება და სიმდიდრე. მეფისთვის ეს ნამდვილად გამოდგა შთაგონების წყარო. მან ზუსტად იგივე გაიმეორა, დაიქირავა იგივე ხელოვანები, ააშენა 10 ჯერ უფრო დიდი ვერსალი და მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ მე ვარ უფროსი და ჩემთან ხუმრობა არ ღირსო. ფუკეს აღარასოდეს უნახავს ვოლე-ვიკონტი და სიკვდილამდე ციხეში იჯდა. ლენოტრესთვის კი ეს პროექტი ტრამპლინი გამოდგა. მან არა მხოლოდ მეფის დავალება შეასრულა და ვერსალის ბაღები გააშენა, არამედ მისი ოფიციალური ფრანგული სტილი მთელ ევროპაში გავრცელდა. ახლა საფრანგეთის ვოლე-ვიკონტის სტრუქტურულად გაშენებული სილამაზიდან ჩინეთში ქალაქ სუჭოუში გადავინაცვლოთ, სადაც ლანდშაფტის დიზაინის სრულიად განსხვავებულ მიდგომას გავეცნობით. უფრო მეტს ეგორი მოგიყვებათ. სუჭოუს კლასიკური ბაღები ადამიანის ჩანაფიქრსა და ბუნებას შორის წონასწორობის დამყარებას ემსახურება. ქალაქის ყველაზე დიდი და ცნობილი ბაღია თავმდაბალი ადმინისტრატორის ბაღი. ეს ბაღი მე-16 საუკუნეში გააშენეს და ის მიზანმიმართულად მიყვება წყლის დინებას. თუ დააკვირდებით, ბაღის ასიმეტრიული დიზაინი ყოველ მოსახვევში ახალ მშვენიერებას გვთავაზობს. მე შევამჩნიე, რომ თითქმის ყველა უცხოურ ბაღს განსაკუთრებულად დიდი ჭიშკარი ამშვენებს. ამ ბაღის ჭიშკარი კი საკმაოდ პატარაა. ეს სუჭოუში კერძო ბაღების სახასიათო ნიშანია. ბაღების პატრონების უმეტესობას სურდა, რომ მათი მშვენიერი ბაღი თვალშისაცემი არ ყოფილიყო ქალაქის მჩქეფარე ცხოვრების ფონზე. თავმდაბალი ადმინისტრატორის ბაღის პატრონი ვანგ სიანჩენი იყო, მინის დინასტიის დროის სახელმწიფო მოხელე. ამ ადგილას ის თავს მშვიდად გრძნობდა? უხსოვარი დროიდან ჩინელებს ჰქონდათ ფილოსოფიური რწმენა, რომ ადამიანი და ბუნება ერთი არსია. ეს მიდგომა განსაკუთრებით თვალშისაცემია კერძო ბაღებში. ხალხი ცდილობს, რომ შეზღუდულ სივრცეში ბუნების შესახებ საკუთარ იდეალისტურ ხედვას შეასხას ხორცი.
სუჭოუს კლასიკური ბაღები ისეა გაშენებული, რომ ბუნების მიკროსამყაროს ქმნის. წყალი, კლდეები, მცენარეები და ხელით ნაგები სტრუქტურა, რომლებიც ღრმა ლიტერატურულსა და პოეტურ საზრის გადმოსცემს, უზადოდ ერწყმის ერთმანეთს. ანი, როგორც ხედავ, ამ კედლის თავზე რაღაც ტალღოვანი ორნამენტია. ამას რამე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს? ეს ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული ღრუბლის კედელია, რომელსაც სუჭოუს ბაღებში იპოვით. ის მთის ესთეტიკური სილამაზის განსხეულებაა ბაღში. სხვა ქვეყნებში ბაღის გაშენების საკუთარი სტილი აქვთ. ჩინელ ხალხსაც აქვს ბაღის გაშენების საკუთარი უნიკალური ესკიზი. ესკიზის შედგენის ნაცვლად ძველი ჩინელი მებაღეები გრაგნილთა მთელ სერიას ხატავდნენ მათთვის იდეალური სცენებით. თითოეული გრაგნილი უბრალოდ სივრცეს კი არ აღწერდა, არამედ მას საკუთარი კულტურული დატვირთვა ჰქონდა. კლასიკური ბაღის დათვალიერებისას ღამით სრულიად განსხვავებულ განზომილებაში გადაჰყავხარ თავისი ვრცელი სინათლის სანახაობით, პროექცირებითა და ოპერით, რაც საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს. სუჭოუს მუზეუმი, რომლის დიზაინით ცნობილ არქიტექტორს იუჰმენ პეის ეკუთვნის, ქალაქური ბაღების ტრადიციული ელემენტების ინტერპრეტაციას იყენებს. კლასიკური ბაღის რომელ ელემენტებს შეიცავს სუჭოუს მუზეუმი? სუჭოუს მუზეუმს ტრადიციული მუზეუმებისაგან განსხვავებული სტრუქტურა აქვს. მას შიდა ეზო აქვს, ისევე როგორც კლასიკურ ბაღს. მე შევამჩნიე ისიც, რომ წყარი ძირითადი ელემენტია როგორც ტრადიციულ ბაღში, ისე ამ მუზეუმის მსგავს თანამედროვე შენობაში. რატომაა ის მნიშვნელოვანი? წყალი ბაღის დიზაინისთვის არსებითი ელემენტია. მისი დახმარებით შემოგარენი ერთმანეთს უკეთ უკავშირდება და თანაც მეტი სივრცის განცდას ქმნის. ჩინეთის მსგავსად წყალი ფრანგული ბაღის ცენტრალური ნაწილიცაა. გამონაკლისი არც ვოლევიკონტია. ამის შესახებ უფრო მეც მომიყვება ლუკი, რომელიც ამ მამულის მრავალ შადრევანს სულმის. რა არის ფრანგული ბაღის ძირითადი მახასიათებელი და რატომ არის წყალი ასეთი მნიშვნელოვანი ელემენტი? წყალი იმიტომ არის ფრანგული ბაღის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომ ფრანგული ბაღის მთავარი მახასიათებელი არის თამაში პერსპექტივასთან, ძირითად ხაზთან, ბაღის სიღრმესთან. ამიტომ წყალი არსებითი ფაქტორია. და რატომ არის აქაური შადრევანი უნიკალური? ვოლევიკონტის შადრევნები განსაკუთრებულად კომპლექსურია და წარმოაჩენს წყლის გამოყენების ოსტატობას, რათა ზუსტად გაუსვას ხაზი ბაღის ღირსებასა და მფლობელის მნიშვნელობას. რაც უფრო მეტი წყალი და წყლის ეფექტი იყო ბაღში, მით უფრო დიდი იყო ბაღი და უფრო მშვენიერი. მაინც რამხელა კონტრასტია ბუნების იმ ჰარმონიას, რომელიც ჩინეთში ვნახეთ და ფრანგული ბაღის ზვიად დიდებულებას შორის. დღეს სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ.